თავისუფლების მარშის ტრადიცია გრძელდება პარასკევის მსვლელობა დედაქალაქის ქუჩებში და შეკრება რუსთაველის გამზირზე კვლავ სახალხო პროტესტის უცვლელი წესია. რეჟიმის მსხვერპლად ქცეული აბსურდული ბრალდებით და უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების ოჯახების წევრები, მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები პოლიტპატიმრების სოლიდარობის ნიშნად და მათი გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობას მართავენ. რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასთან ერთად უცვლელი რჩება პროტესტის ასევე მთავარი მოთხოვნა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ხალხი, რომელიც 72 დღეა ოლიგარქის დიქტატურას ებრძვის, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაიძრა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტს შეუერთდება. ჩვენი ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. პროტესტი გრძელდება რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა მოქალაქეებმა უკვე გადმოინაცვლეს რუსთაველის გამზირზე და თქვენ ხედავთ კადრში, რომ მოქალაქეები ამ წუთებში მიემართებიან საკანონმდებლო ორგანოსთან და რამდენიმე წუთში რუსთაველის გამზირი უწყვეტი პროტესტის 72 დღეს ისევ გადაიკეტება. თქვენ ხედავთ აქ აქციის მონაწილეებთ აქვთ ხელთ იმ მოქალაქეების ფოტოსურათები, რომლებიც ბიჯინა ივანიშვილის სამართალდამცველებმა სრულიად უკანონოდ დააკავეს და დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნა არის, რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ის ადამიანები, რომლებიც ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში არიან და უწყვეტი პროტესტის 72 დღეს ისევ და ისევ უცვლელი რჩება მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. აქ არიან დაკავებული აქციის მონაწილეების ოჯახის წევრები, მშობლები, მეგობრები და ყველა ის ადამიანი, რომელიც თანხმდება, რომ ახალგაზრდების სრულიად უკანონოდ არიან ახლა პატიმრობაში. ზვიად ცეცხლაძის მამა არის ასევე აქციის მონაწილეებთან საღამომშვიდობის. მოკლედ ყველა თანხმდებით იმაზე, რომ თქვენი შვილიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ დრომდე არის პატიმრობაში, არიან უკანონო პატიმრები. ისინი სამშობლოს სიყვარულისთვის დააკავეს ბიძინა ივანიშვილის სამართალდამცველებმა. რას ამბობს და როგორ არის ზვიადი? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზვიადი ძალიან კოჩაღად არის. მედგრად არის თავისი წერილებით საზოგადოებისადმი, კარგად ჩანს მისი სულისკვეთება, მისი ფიზიკური მდგომარეობაც. მოკლედ ზვიადს ყველაფერი რიგზე აქვს. გარდა ერთისა, რომ მოკლებული არის იმას, რომ ქუჩაში იყოს და პროტესტ შეუერთეს და აწარმოოს ბრძოლა ოლიგარქიისა და რუსეთუმეების წინააღმდეგ. ეს არის მთავარი პრობლემა მისი. დანარჩენი ყველაფერი რიგზე აქვს. რო იტყვიან რა. თქვენ უსმენდით ერთ-ერთი დაკავებული ოჯახის წევრს მამას უბრალოდ თქვენ ხედავთ, რომ პროტესტი გრძელდება. კიდევ ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი შეგვიძლია ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩავთოთ. ნიკა კაციას, ჩვენი კოლეგის ძმა არის ასევე საპროტესტო აქციაზე. დღეს იყო ნიკას პროცესი. ჩვენ ვიცით, რომ ნიკა არის ძალიან მხნედ და მოუწოდებს საზოგადოებას იბრძოლოს ევროპული მომავლისთვის და პრინციპში ბრძოლას არ წყდება. თქვენ მითხარით ის მუდმივად გწერთ წერილებს საპატიმრო დაწესებულები და როგორ არის ნიკა, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ეუბნება საზოგადოებას, რომელიც ქუჩაში დგას. პირველ რიგში ერთ რამეს ვიტყვი, ციხეში დატყვევებული ბიჭების განწყობა პირდაპირ პროპორციულია იმ განწყობასთან, რაც აქ არის გარეთ ქუჩაში მიდის პროცესები. ჩვენი ერთადგომა მათი ხნეობის საწინდარია და აქედან ყველა შეძახილი ესმით ციხეში ხალხს და თქვენი საშუალებითაც მიმართავ, რომ სანამ უკლებლივ ყველა თავისუფლებაზე არ იქნება და იმ ციხის კედლებს გარეთ, იქამდე არ შევწყვეტ არავინ ბრძოლას. დიდი მადლობა ნიკა კაციას, მას უსმენდით პირდაპირ ეთერში. როგორც გესმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება მოთხოვნები შესრულებული და როგორც უკვე მოისმინეთ, ეს ადამიანები არ აპირებენ დაშლას და პრინციპში ამ პროტესტმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ეშინიათ იმ რეპრესიული კანონების, რომელსაც ქართული ოცნება იღებს იმისათვის, რომ ქუჩაში პროტესტი არ იყოს. პროტესტი არ წყდება იმისთვის, რომ ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. გავესალმოთ კიდევ აქ მყოფ ადამიანებს. პროტესტი გრძელდება. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ რეპრესიული კანონები, რომელსაც ეგრეთ წოდებული პარლამენტის წევრები იღებენ და გუშ დღეს უკვე მიხეილ ყაველაშვილმა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ამ კანონს მოაწერა ხელი. თუმცა პროტესტი გრძელდება. როგორია თქვენი სათქმელი იმ პოლიტპატიმრებისთვის, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან პატიმრობაში? მე მინდა მას ძალიან დიდი მადლობა უთხრა იმ ბრძოლისთვის, რომელსაც წევეს შიგნით თუ რომელსაც წევდნენ და თავისთავად პროტესტი გრძელდება, რადგან პროტესტს აქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნები, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, დაინიშნოს ახალი არჩევნები. შესაბამისად ეს მოთხოვნები სანამ არ დაკმაყოფილდება, პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. დიდი მადლობა. სოლიდარობა სტუდენტებს, სოლიდარობა პოლიტპატიმრებს, სწორედ ასეთია შეძახილები აქ მყოფი ადამიანები. ჩვენ
ვიმყოფებით ახლა თეატრალური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ არიან მაყურებელმა კარგად იცის სტუდენტები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობენ იმისათვის, რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და სწორედ აქ არიან ახლა გაჩერებულები აქციის მონაწილეები. ჩვენ მივემართებით, როგორც უკვე გითხარით, პარლამენტის ტერიტორიისკენ, იქ სადაც უწყვეტი პროტესტი გრძელდება, აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთში უკვე სრულად გადაკეტავენ რუსთაველის გამზირს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო ამ დღეების განმავლობაში, ამის მიუხედავად მოქალაქეები არ შინდებიან, ყოველდღურად გამოდიან ქუჩაში იმისათვის, რომ გააპროტესტონ მმართველი პარტიის რუსული პოლიტიკა საქართველოში. აქ არიან ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ის ადამიანები, რომლებიც ასევე იმყოფებიან სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე და აპროტესტებენ გაყალბებულ და მითვისებულ არჩევნებს. თქვენი ჯგუფელები, თქვენი მეგობრებიც ამ დრომდე რჩებიან პატიმრობაში. რეპრესიების მიუხედავად პროტესტი არ წყდება. რას ეუბნებით პოლიტპატიმრებს, იმიტომ რომ ეს ადამიანები გვიყურებენ ყოველდღურად და მნიშვნელოვანია გზავნილი ქუჩიდან. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მივესალმებით ჩვენს პოლიტიკურ პატიმრებს, სოლიდარობას უცხადებ ჩემს მხარდაჭერას და მინდა უთხრა, რომ ყველაფერი იქნება ძალიან მალე კარგად, აუცილებლად გავიმარჯვებთ და ხედავთ, რომ არც ჩვენ გვეშინია, არც იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს დატყვევებული ყავს ბიძინა ივანიშვილს და ხედავთ, თუ კი ვინმე არის დღეს შეშინებული, ეს არის თავად ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ეს ჩანს მის ქცევაზე, მისი არალეგიტიმური პარლამენტის ქცევაზე, იმ კანონებზე, რომელსაც ისინი იღებენ და ამატებენ რაღაცა კანონებს, ირგებენ საკუთარ თავზე, თუმცა ძალიან მალე ეს ქვეყანა გაიმარჯვებს ეს ხალხი, რომელიც არ იღლება, ხედავთ რამდენი ადამიანია ქუჩაში გამოსული, ვიქნებით ქუჩაში ბოლომდე, მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ, არ მივიღებთ ხელახალ არჩევნებს, არ გაათავისუფლებენ პოლიტიკურ პატიმრებს და ერთადერთი რაც მინდა მოუწოდო ოპოზიციურ პარტიებს, ახლა არ არის ერთმანეთთან კინკლაობის დრო, განსაკუთრებით ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც გამოირჩევა თავდასხმებით სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებით, ჩვენ ხედავთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არ ესხმიან მას თავს, თუმცა სამწუხაროდ ხედავთ მისგან ამ თავდასხმებს და პარლამენტში დარჩენა, ეს არის რუსული რეჟიმის მოკავშირეობა, მინდა უთხრა მადლობა. დიდი მადლობა. ყველგან პოლიცია, არსად სამართალი, არ იქნება მშვიდობა, არ იქნება სამართალი. სწორედ ასეთია აქ ყოფი ადამიანების შეძახილები, იმ ადამიანების, რომლებიც რამდენიმე საათის წინ შეიკრიბნენ პირველი არხის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამის შემდგომ უკვე ისინი მარშით მიდიან სწორედ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი არის შეკრებილი. რამდენიმე წუთში რუსთაველის გამზირი უწყვეტი პროტესტის 72 დღეს ისევ გადაიკეტება. ყველა თანხდება იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ქუჩის პროტესტი იმისათვის, რომ ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.